States Army Band purging zone. Ამ კადრებში ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამხედრო სალამს აძლევს ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს. თუმცა სანამ პრეზიდენტი სამხედროებს და საზოგადოებას მიმართავდა სიტყვით, არმიის დანაყოფებმა ქვემეხების 21 ზალპით გახსნეს ღონისძიება. 14 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატები არმიის 250 წლის იუბილეს აღნიშნავდა. ამერიკის შეერთებული შტატების არმიამ მთელი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება გამართა. შემაჯამებელი ღონისძიება სამხედრო აღლუმი კი დონალდ ტრამპის 79 იუბილეს დაამთხვიეს. პრეზიდენტ ტრამპს პრეზიდენტობის პირველ ვადაშიც სურდა მსგავსი მასშტაბური ღონისძიების გამართვა, თუმცა მაშინ სხვადასხვა მიზეზის გამო მხოლოდ სამხედრო ტექნიკა გამოიფინა ვაშინგტონში. აღლუმი, რომელიც დაახლოებით 45 მილიონი დოლარი დაჯდა, ძალის დემონსტრირებადაც შეფასდა. ვაშინგტონში გამართულ აღლუმს ასობით 1000 ადამიანი ესწრებოდა. თუმცა რთული კლიმატური პირობებისა და იმის გამო, რომ აღლუმი დათქმულ დროზე ადრე დაიწყო, ბევრმა ვერ შეძლო ღონისძიებაზე მისვლა. პირველი სიტყვა აღლუმის დაწყებამდე ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიდი ვენსმა წარმოთქვა. ნება მიბოძოთ გითხრათ, თუ როგორ გცემთ პატივს. პირველ რიგში ჩვენ არასდროს მოგიწოდებთ, რომ ომში წახვიდეთ, თუ ეს აუცილებელი არ არის. და მეორე, თუ კი მაინც მოგვიწევს თქვენი ომში გაგზავნა, ჩვენ მოგამარაგებთ შესაბამისი იარაღითა და ყველაფრით, რათა დაამარცხოთ მტერი და უსაფრთხოდ დაბრუნდეთ შინ. ვიცე-პრეზიდენტის მთავარი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატების არმიის წარმომადგენლების მისამართით იყო. აღლუმს კი ათასობით სამხედრო მოსამსახურე ესწრებოდა. ჯამში დაახლოებით 7000 ჯარისკაცი, მათ შორის რეზერვისტებიც. ტექნიკიდან ვაშინგტონში გამოჩნდა აბრამსის ტიპის ტანკები, ისტორიული შერმანის ტიპის ტანკები, სხვადასხვა ისტორიული დანაყოფი, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატების არმია მეორე მსოფლიო ომში იყენებდა. ასევე გამოჩნდა ჯავშანტრანსპორტიორები, ბრედლები და სტრაიკერები, თვითმავალი ჰაუბიცები პალადინი. აღლუმში ასევე მონაწილეობდა სულ მცირე 50 ვერტმფრენი, აპაჩები, ჩინუკები, შავი ქორები და კობრები. ვაშინგტონის ცაზე გამოჩნდა ვიეტნამის ომის სიმბოლო იროკეზები. ამ ომს ვერტმფრენების ომსაც უწოდებდნენ. აღლუმზე პირველად გამოჩნდა თანამედროვე ავტონომიური ტექნოლოგიის შეიარაღება. დრონები და რობოტექნიკა. ბოლო 2.5 საუკუნის განმავლობაში ჩვენმა ჯარისკაცებმა შეუდარებელი მამაცობა გამოიჩინეს ბრძოლის ველზე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას. გაყინული ფეხებითა და სისხლიანი მუშტებით ისინი შეებდნენ ცეცხლს და ჩაერთდნენ ბრძოლებში. შტურმით შეუტიეს მთებსა და სანაპიროებს. ტყვის წვიმაში გზა გაიკვლიეს. ამერიკის მტრებს არაერთხელ ვაჩვენეთ, რომ თუ ამერიკელ ხალხს დაემუქრები, ჩვენი ჯარისკაცები აუცილებლად მოვლენ თქვენთან. თქვენი დამარცხება კი გარდაუვალია. ჩვენი მეომრები არასდროს ნებდებიან, უკან არასდროს იხევენ. ისინი იბრძვიან და იმარჯვებენ. აღლუმზე პრეზიდენტ ტრამპს დაბადების დღე არაერთხელ მიულოცეს. სამხედრო ძალის დემონსტრირების ფონზე კი ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა. თუმცა ვაშინგტონში გამოსვლები არ ყოფილა დაგეგმილი. მიუხედავად სხვადასხვა დაბრკოლებისა, 1991 წლის შემდეგ პირველად ვაშინგტონში სამხედრო აღლუმი მაინც ჩატარდა.